ამერიკის შეერთებული შტატებისა და კატარის მიერ ერთობლივი გაფრთხილების საფუძველზე ევროკავშირი კრიტიკული ენერგეტიკული რესურსების გარეშე დარჩენის საფრთხის ქვეშ დადგა. მიზეზი თავად ევროპული გაერთიანების მიერ ინიცირებული ახალი კანონი გახლავთ კორპორაციული მდგრადობის ფრთხილი დირექტივა, იგივე CSDDD, რომელიც თხევადი გაზის მიმწოდებლებს ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვით რეგულაციების ზედმიწევნით დაცვას და მათ შორის მკაცრ მონიტორინგს ავალდებულებს. მიუღებელი აღმოჩნდა ამერიკელი და მათ შორის კატარელი მწარმოებლებისთვისაც მათივე განცხადებით აღნიშნული კანონმდებლობა ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს ევროკავშირის ენერგოინფრასტრუქტურისა და ინდუსტრიული კონკურენტუნარიანობისათვის. კატარის ენერგეტიკის მინისტრი შიშობს, რომ თუ კანონის აღსრულება მათთვის სავალდებულო გახდება, ქვეყანას ევროკავშირში საქმიანობის გაგრძელება აღარ შეეძლება, რადგან წარდგენილი მოთხოვნები ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს და ამისთვის კატარი ჯერ არ არის მზად. ეს მოცემულობა კი რთულ ვითარებაში აყენებს ევროკავშირს, რომლის პრიორიტეტიც როგორც ამბიციური კლიმატური პოლიტიკის გატარება, ისე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული რესურსების შენარჩუნება არის. როგორც ამერიკული, ასევე კატარული თხევადი გაზის იმპორტი ევროკავშირისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის, თუ მას რუსული ბუნებრივი აირის ჩანაცვლება აქვს განზრახული. საქმიანებმა იცით, რომ 24 ოქტომბერს ევროკავშირის მე-19 სასანქციო პაკეტში მრავალი ახალი კომპანია მოექცა დასანქცირებულთა შორისაა უბრალოდ მომპოვებული პოლიუსი, ტრანსპორტისა და ლოგისტიკური სერვისების მიმწოდებელი FESCO, ავტომწარმოებელი ავტოვაზი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მეტალურგიული კომპანია ევროვაზი. საგულისხმოა, რომ ავტოვაზის გენერალური დირექტორი მაქსიმ სოკოლოვი პირადად არის შეყვანილი სანქცირებულთა სიაში, სანქციების ახალ პაკეტში ასევე ხვდებით ლუკოილის შვილობილ კომპანია Litasco Middle East, რომელიც რუსული ნავთობწარმოებლის დუბაიში დაფუძნებული სავაჭრო ფრთა. ევროკავშირმა ფინანსური შეზღუდების დაუწესა ლუკოილის და კიდევ ერთ შვილობილ კომპანიას Zvezdas, რომელიც გემთმშენებლობის ინდუსტრიაშია ჩართული. აღნიშნული კომპანიების ნაწილია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს უკვე დასანქცირებული ყავს და პასუხი არ დააყოვნა რუსეთის მხარებაც. რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა კი შეერთებული შტატების მიერ როგორც როსნეფტის, ასევე ლუკოილის დასანქცირებას ომის გამოცხადება უწოდა. მისი თქმით, ახლა აბსოლუტურად ცხადია, რომ ამერიკა რუსეთის მტერია და არა მეგობარი. მან ასევე დასძინა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით ტრამპმა საბოლოოდ დაიკავა შეშლილი ევროპის მხარე, ამას როგორც მედვედევი ამბობს და კრემლთან ომის გზას დაადგაო. მედვედევის მწვავე რეაქცია ამერიკის მხრიდან სწორედ იმ სანქციების ახალმა პაკეტმა გამოიწვია და მათ შორის თან დაგეგმილი ვიზიტის განუსაზღვრელი დროით გადადებაც გამოიწვია ტრამპის ამ გადაწყვეტილებამ. კომიკური პერსონაჟია მედვედევი. სხვათა შორის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქციების დაწესებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის გამოეხმაურა. მან ტრამპის ადმინისტრაციის ნაბიჯი რუსული აგრესიისთვის გაცემულ საკადრის პასუხად შეაფასა ცნობისთვის ნავთობის ფასის სანქციების გამოცხადების შემდეგ. მკვეთრად გაიზარდა და ახლა ერთი ბარელი ბრენტის ფასი დაახლოებით $66 შეადგენს. რუსეთის ხსენებაზე პოლიტიკურ ნაწილს ცოტა ხნით გავეშვათ და გადავიდეთ ხელოვნებაზე, კონკრეტულად აი იმ სააუქციონო სახლზე, რომელიც რუს მილიარდერებს ეკუთვნით და გავიგოთ თუ რა ადგილი უკავია ერთ-ერთი რუსი მილიარდერის მფლობელობაში ფილიპსის მსოფლიო ხელოვნების ბაზარზე. ფილიპსის სააუქციონო სახლი, რომელიც მსოფლიოს 4 უმსხვილესი სააუქციონო სახლიდან ერთ-ერთი არის, სწორედ რუსის მფლობელობაში არის. 2008 წელს, როდესაც რუსეთთან ასოცირება მთლად ნეგატიური რამ არ იყო, ფილიპსმა განაცხადა, რომ რუსეთის ლუქს კატეგორიის პროდუქტების კომპანია, როგორც არის Mercury Group-ი, კომპანიის მსხვილი წილი შეიძინა და 2012 წელს კომპანია სრულად უკვე Mercury Group-ის საკუთრება გახდა. თუმცა რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფილიპსმა განმარტა, რომ კომპანია არა Mercury Group-ის საკუთრება, არამედ მისი თანადამფუძნებლის რუსი მილიარდერების ლეონიდ ფრიდლანდისა და ასევე ლეონიდ სტრუნინის პირად მფლობელობაში იყო, რომლებიც დღეისთვის მონაკოში და ასევე კვიპროსზე იმყოფებიან და არა რუსეთში. ფილიპსის სააუქციონო სახლის გაყიდვებმა გასულ წელს $853 მილიონ მიაღწია და მას მსოფლიოს მასშტაბით 500 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული, თუმცა შთამბეჭდავი რიცხვების მიუხედავად ფილიპსი ნამდვილად ბევრად პატარა არის, ვიდრე ბაზრის სხვა მოთამაშეები, მაგალითად ყველასთვის კარგად ცნობილი სოტბის აუქციონი და ასევე კრისტის სახლები, რომელთა მოგებაც 2024 წელს ჯამში დაახლოებით 12 მილიარდი ამერიკული დოლარი იყო. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ფილიპს დღეს ტოპ 4 სააუქციონო სახლს შორის ყველაზე მაღალი საკომისიო აქვს იმ ლოტებზე, რომლებიც
რომლის ფასიც 1 მილიონ ამერიკულ დოლარს არ აღემატება, საკომისიო 29% შეადგენს. თუ შევადარებთ ამას სოტბისა და კრისტის სახლებს, ამ შემთხვევაში 27%-იან საკომისიოსთან გვაქვს საქმე, მაგრამ თუ კლიენტი აუქციონამდე მინიმუმ 48 საათით ადრე დადებს ფსონს, ისინი ამ შემთხვევაში ფილიპსის სააუქციონო სახლში შეღავათიანი 25%-იანი საკომისიოთი სარგებლობენ. ამასობაში კი ბონამსი, რომელიც მსოფლიოს 4 ყველაზე დიდ სააუქციონო სახლს შორისაა, ოფიციალურ განცხადებაში კომპანიის გაყიდვის თაობაზე იტყობინება. ბონამსი მსოფლიოში 14 სააუქციონო სივრცით ოპერირებს, სადაც 2023 წელს ჯამში თითქმის 1000 აუქციონი გაიმართა და წლიურად 1.14 მილიარდი დოლარის მოგება ნახა. ეს კი 2022 წელთან შედარებით 14%-იანი ზრდა იყო. ბონამსის სააუქციონო სახლი 2018 წელს ბრიტანული კერძო საინვესტიციო კომპანიის ეპირისის მფლობელობაში გადავიდა, რომელიც ბონამსის გაყიდვას ჯერ კიდევ 2023 წელს გეგმავდა. ამ დროს მათი შეფასებით კომპანიის აბაზრო ღირებულება 1 მილიარდ დოლარს შეადგენდა. Pemberton Asset Management-ის მიერ კომპანიის შესყიდვის ფინანსური პირობები არ გასაჯორებულა. ბონამსის მსგავსად ანალოგიური ცვლილება ვნახეთ 2024 წლის მიწურულს სოტბის სააუქციონო სახლში, რომელმაც 25%-იანი წილი და 3 ბორდის წევრის ადგილი დათმო 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციის სანაცვლოდ. კომპანიაში პირველად ისტორიაში მმართველი ბორდის არც ერთი წევრი ხელოვნების სფეროში გამოცდილების მქონე არ არის. საინტერესო იქნება ვნახოთ თუ რა ცვლილებებს მოუტანს სააუქციონო სახლებისთვის Pemberton Asset Management-ი და რამდენად წარმატებული იქნება მომავალი სეზონი უკვე ახალი მენეჯმენტის ოპერირების ქვეშ. სააუქციონო სახლების ხსენებაზე ჭკვიანური სარეკლამო კამპანიის წყალობით ავეჯის გადამზიდავი ლიფტის მწარმოებელი გერმანული კომპანია ბიოკერი, ეს სწორედ იმ სატვირთო ლიფტების მწარმოებელი კომპანია გახლავთ, რომლის მეშვეობითაც ლუვრიდან 102 მილიონი დოლარის საიმპერატორო სამკაულები მოიპარეს და მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. როდესაც გინდა სწრაფად იმოძრაო, ასეთია კომპანია ბიოკერის ახალი სარეკლამო სლოგანი, რომელიც თან ახლავს ლუვრის შენობასთან მიდგმული ლიფტის სურათს. სურათზე ლიფტი პოლიციის მიერ არის შემოფარგლული, გვერდით კი საპატრულო მანქანა და მათ შორის პოლიციის ფორმიანი თანამშრომლები დგანან. კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა ჯულია შვარცმა, რომელიც მეუღლესთან ალექსანდრ ბუქერთან ერთად ფლობს კომპანიას, განმარტა, რომ ეგრეთ წოდებული ავეჯის ლიფტი ჟირაფი კომპანიამ პარიზში მსგავსი აღჭურვილობის გასაქირავებელ კომპანიას მიყიდა, ხოლო ქურდებმა მანქანა ტესტ დრაივზე, ეგრეთ წოდებულ ტესტ დრაივზე გაიყვანეს და მათ აღარ დაუბრუნებიათ. იმის შემდეგ კი, რაც ლუვრის ქურდობის სურათებმა ცირკულირება დაიწყო ონლაინ, მივხვდით, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაგვეშვაო, ასე ამბობენ კომპანიის დამფუძნებლები. სარეკლამო პოსტები კომპანიამ უკვე სოციალურ გვერდებზეც ორშაბათიდან განათავსა. ასეთ გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდით. ჩვენ პოსტს ინსტაგრამზე 1,700,000 ნახვა აქვს, ამბობენ კომპანიაში. რაც შეეხება თავად ძარცვის ფაქტს კი, რომელიც მსოფლიო ბიზნეს მედიის ყურადღების ცენტრში გასული კვირიდან მოექცა. აქაც გვაქვს სიახლე და არის გავრცელებული ინფორმაცია, რომ საფრანგეთში ლუვრის მუზეუმში მომხდარ ძარცვაში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავეს. ინფორმაცია საერთაშორისო მედია ავრცელებს. მედიის ცნობით ორივე დაკავებული საფრანგეთის მოქალაქეა, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი შარლ დე გოლის აეროპორტში აიყვანეს, როდესაც თვითმფრინავში ასასვლელად ემზადებოდა, გეზი კი მალისკენ ჰქონდა აღებული. სამართალდამცველებმა ოპერაცია სწორედ ამ დროს განახორციელეს. მეორე ეჭვმიტანილი პარიზიდან 9 კილომეტრში დააკავეს. სხვათა შორის ამ დაკავებებს გამოეხმაურა და უკმაყოფილოა პარიზის მერი. გამოძიება შეიძლება დაზარალდესო და ეს იმ ფონზე, რომ რამდენიმე პუბლიკაცია გაჩნდა მსოფლიო მედიაში, რომ ლუვრის დაცვის სამსახურის ნაწილი კავშირში იყო მძარცველებთან.